ქართული ოცნება ცდილობს, რომ შემოიღოს ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა, რომელიც აწვენილია ყველანაირ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ნორმებს. ეს რეფორმა გამორჩეულია იმით და ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა გამორჩეულია იმით, რომ წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მეთოდს. რუსეთი, როგორც იცით, ცდილობს, რომ ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა დაიბრუნოს და ეს ამ გავლენას საქართველოზე ცდილობს, რომ გაავრცელოს. და სწორედ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მეთოდი არის, რომ მათ შექმნან ისეთი გარემო განათლებაში, რომელიც სტუდენტებს შეუზღუდავს განათლების მიცემის შესაძლებლობას და შეუზღუდავს სტუდენტებს თავისუფალ და ღირსეულ განათლებას. დღეს საქართველოში ხდება არასწორი საგანმანათლებლო რეფორმები, ისინი ცდება ყოველგვარ საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც ეხება განათლებას და ჩვენი როგორც სტუდენტების და იმ ადამიანების, ვინც ვაპროტესტებთ ყოველდღიურობაში ვალდებულებაა, რომ ამ რეფორმასაც შესაბამისად შევეწინააღმდეგოთ, რადგან ამით ზარალდება ყველა, ამით ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, სტუდენტები და ყველა, ვისაც უნდა განათლების მიღება. დღეს ჩვენ მოვედით განათლების სამინისტროსთან, სადაც ვამბობთ ჩვენ სათქმელს, ჩვენ მოვედით მარშით, სადაც ვთქვით, რომ განათლების ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა არის არასწორი და ვიტყვით ჩვენ სათქმელს ბოლომდე და ვიტყვით ჩვენ სათქმელს ხმამაღლა. ქართული ოცნება ყოველდღე ცდილობს დანერგოს ისეთი კანონმდებლობა, რაც შეუზღუდავს თითოეულ ჩვენგანს, სტუდენტებს, საქართველოს მოქალაქეებს და ყველას, ვინც იბრძვის ყოველდღიურობაში, ყველაფერს, მათ შორის განათლებასაც. ხოლო ჩვენ ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგებით. ხშირად საზოგადოებას უჩნდება ხოლმე კითხვა, თუ ისინი ამბობენ, რომ უფასოს ხდითო განათლებასო, მაგრამ ეს რეალურად არასწორია. ისინი რეალურად უფასოს არ ხდიან განათლებას, ისინი ცდილობენ, რომ ის ფულები, რასაც გრანტებში იხდიდნენ, თვითონ ჩაიდონ ჯიბეებში და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ის ფულები, რასაც გრანტებში დებდა, უკან წაიღოს და თავის ჯიბეს შეივსოს. ეს ყველაფერი კი ხდება შემდეგი პრინციპით, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტები შეამცირებენ ადგილებს, გაიზრდება საშინლად კონკურენცია, აბიტურიენტები ვეღარ მოხვდებიან უნივერსიტეტებში და ბევრი აბიტურიენტი დარჩება გარეთ. ეს რეფორმა რო იძახიან, რომ უფასოს გავხდითო, თავისთავად არის არასწორი და ემსახურება დესტრუქციულ მიზნებს, რაც საერთოდ მოსწრობს განათლების სისტემას საქართველოში. ჩვენ დღეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ და მოვიტანოთ ჩვენი სათქმელი საზოგადოებასთან. ნიშნავანია თითოეულმა ჩვენგანმა იბრძოლოს იმისთვის, რომ დავამყაროთ თავისუფალი და სამართლიანი გარემო საქართველოში. მოვიშოროთ ეს ხელისუფლება და შევეცადოთ, რომ არ მივაღებინოთ ეს განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა და არანაირად არ მივაღებინოთ ამ ხელისუფლებას ქვეყნის დესტრუქციაში დიდი როლი. შესაბამისად ჩვენ გავაპროტესტებთ ბოლომდე, ვიდგებით აქ ბოლომდე და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ განათლებაზე უხეშად ჩაყოს და შეეცადოს განათლების დისტრუქციას და შეეცადოს, რომ განათლება ამოძირკოს სივრცეებიანად. ეს შეიძლება ქართული ოცნების მისია, თუმცა ეს ჩვენი მისია არ არის. ჩვენი მისია არის გამარჯვება თავისუფლებისთვის, ცოდნისთვის და შრომისთვის ბრძოლა ბოლომდე. მადლობა.